ადამი და ევა სამოთხეში. იცი რა გააკეთა ღმერთმა ადამისა და ევასთვის. მან მათ ყველაზე ლამაზი ბაღი აჩუქა, რასაც კი ოდესმე წარმოიდგენ. ამ ბაღს ედემის ბაღი, ანუ სამოთხე ერქვა. ადამი და ევა იქ ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ. იმდენად კარგად და უდარდელად გრძნობდნენ თავს, რომ ტანსაცმელი სულაც არ სჭირდებოდათ და ამის სულაც არ ცხვენოდათ. მოჩუხჩუხე მდინარის წყლით წყურვილს იკლავდნენ, ბაღში კი ხარობდა 1000 გვარი ყვავილი, მცენარე და ხე, რომელთაც ჭრდილი და საამო სურნელი ჰქონდათ. ღმერთმა მათ უთხრა, რომ ამ ჯადოსნურ ბაღში ყველა ხის გემრიელი ნაყოფის ჭამა შეეძლოთ. მაგრამ ბაღის შუაგულში იდგა ერთი განსაკუთრებული ხე. ეს იყო კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე. ყველაფერი თქვენია, უთხრა მათ ღმერთმა, მაგრამ ამ ერთი ხის ნაყოფს არასდროს შეეხოთ. დაიმახსოვრეთ, თუ მას გასინჯავთ, აუცილებლად დაისჯებით. ადამი და ევა ასეც იქცეოდნენ. ისინი სეირნობდნენ, უვლიდნენ ცხოველებს და ბედნიერები იყვნენ, რომ ღმერთს უსმენდნენ. მაგრამ ამ ლამაზ ბაღში ერთი მატყუარა და ეშმაკი არსებაც იმალებოდა. ეს იყო გველი. ერთ დღეს, როცა ევა აკრძალულ ხესთან მარტო სეირნობდა, გველი მასთან მიცოცდა და ცფიერად ჰკითხა. მართლა გითხრათ ღმერთმა ამ უგემრიელესი ხილის ჭამა არ შეიძლებაო? კი, უპასუხა ევამ, გვითხრა, არც კი შეეხოთ, თორემ დაისჯებითო. გველმა ჩაიცინა. სულაც არა, მოატყუა მან ევა. ღმერთმა იმიტომ აგიკრძალათ, რომ იცის, როგორც კი ამ ნაყოფს გასინჯავ, თვალები აგეხილებათ და თქვენს ღმერთებივით ბრძენი გახდებით. გეცოდინებათ რა არის კარგი და რა ცუდი. ევამ შეხედა ხეს. ნაყოფი მართლაც ისეთი ლამაზი, წითელი და მადი საღმძვრელი ჩანდა. მას ძალიან მოუნდა ღმერთივით ბრძენი გამხდარიყო. სულ გადაავიწყდა ღმერთის გაფრთხილება. მან მოწყვიტა ხილი და შეჭამა. მერე კი ადამსაც მიუტანა. ადამმაც დაუჯერა ევას და მანაც ჭამა აკრძალული ხილი. და იცი რა მოხდა იმავე წამს. მათ მართლა აეხილათ თვალები, მაგრამ სიბრძნის ნაცვლად პირველად იგრძნეს სირცხვილი. მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. ძალიან შეეშინდათ, სწრაფად მოწყვიტეს ლეღვის დიდი ფოთლები, ერთმანეთს გადააბეს და ტანზე შემოიხვიეს. საღამოს, როცა ბაღში ღმერთის ხმა გაიგეს, ადამი და ევა შიშისგან ბუჩქებში დაიმალნენ. ადამ, სად ხარ? დაუძახა ღმერთმა. შენი ხმა გავიგე და შემეშინდა, იმიტომ რომ შიშველი ვარ და დავიმალე. უპასუხა აკანკალებულმა ადამმა. სიშიშვლის დაფარვა რატომ მოგინდათ, ან ჩემი რატომ გეშინიათ? ნუ თუ იმ ხის ნაყოფი შეჭამე, მე რომ აგიგრძალე. მკაცრად ჰკითხა ღმერთმა. ადამმა თავი იმართლა და ევას დააბრალა. ევამ კი გველი დაადანაშაულა. გველმა მომატყუა და მაჭამა. ღმერთი ძალიან დაღონდა, რომ მისმა საყვარელმა ადამიანებმა არ დაუჯერეს. მან ჯერ გველი დასაჯა, როგორც კაცობრიობის მარადიული მტერი. უთხრა, რომ ამიერიდან მუცელზე იხოხებდა. მერე კი ადამსა და ევას უთხრა. დღეიდან თავად იზრუნებთ საკუთარ თავზე და საჭმელსაც თვითონ მოიპოვებთ. ერთ დღესაც კი მიწად იქცევით, რომლისგანაც ხართ შექმნილი, თქვენ მოკვდებით. ღმერთმა სიცოცხლის ხეს დარაჯედ მიუჩინა ცეცხლოვანი מחვილით შეიარაღებული ფრთოსანი ანგელოზი, რათა ადამსა და ევას მისი ნაყოფი არ ეჭამათ და კვლავ უკვდავნი არ გამხდარიყვნენ. ღმერთი სევდიანად გაჰყურებდა ედემის ბაღიდან მიმავალ წყვილს.